ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დღეს განახლდა. პროცესი კვლავ დიპლომატიური კორპუსის ყურადღების ცენტრშია. ბათუმის სასამართლოში დღეს გერმანიის, შვედეთის და ესტონეთის ელჩები მივიდნენ. მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დღეს ასევე ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი ესწრება. პროცესი დაცვის მხარის შუამდგომლობით დაიწყო. ადვოკატებმა მოითხოვეს მტკიცებულებათა დაშვება, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნებს უკავშირდება, რაც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დააკმაყოფილა. თუმცა მოსამართლემ არ მიიჩნია საჭიროდ იმ ვიდეო მტკიცებულებების გადახედვა, რომელიც დართულია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეში. დღესვე დაიკითხა სამედიცინო ექსპერტი გივი ჩხარტიშვილი. სწორედ მან ჩაუტარა ექსპერტიზა შემთხვევის შემდეგ, როგორც ირაკლი დგებუაძეს, ასევე მზია ამაღლობელს. ექსპერტმა დაადასტურა, რომ დგებუაძეს არ აღენიშნებოდა დაზიანება, მზია ამაღლობელს კი მარცხენა მხარზე ჰქონდა სისხლჩაქცევები. რაც შეეხება ტკივილს, სილის გაწვნის შემდეგ ექსპერტი ამბობს, რომ ტკივილის სუბიექტური შეგრძნებაა და არ არის სამედიცინო ექსპერტიზის კვლევის ობიექტი. როდესაც უშუალოდ ჩემს წინაშე ხდება გამოსცემ შესამოწმებელი პირის წარმოდგენა, ხდება მოკლე ანალიზის შეკლება, ასე ვთქვათ, ვეკითხებით უშუალოდ საქმის გარემოებას. შესამოწმების გადმოცემით 2025 წლის 12 იანვარს ღამის საათებში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ერთმა ქალბატონმა სახლის არეში დააკრა გაშლილი ხელი. ეს უშუალოდ რაც შესამოწმებელად პირველ მე გადმომცა პირად. ეს არის დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის. შესაბამისად ეს არ არის ჩემი შეფასების საგანი. ჩემი შეფასების საგანი არის დაზიანების უშუალოდ დაზიანების ობიექტური ნიშნების შეფასება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან აღნიშნულ პიროვნებას არ ჰქონდა დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი, შესაბამისად გაიცა შესაბამისი დასკვნა. ხმის არეში, მაგრამ მათ ჩვენოთ რა ადგილას ჰქონდა მზიას დაზიანება ხარსა თუ გახსოვს? ბატონო, მარცხენა მხრის წინა გარეთად დაპირდა შუა და ქვედა მასალებში. აი ხელზე მომაჩვენე? კი. აი ხელზე? ბატონო. ხრის ვიდამო? კი. მარცხენა მხრის შუა და ქვედა მესამედები, ანუ შუა და ქვედა მესამედები დაახლოებით წინა გარეთად. ანუ წინ ნიშნავს, რომ ეს ზედაპირი და ოდნავ გარეთ ზედაპირი.